გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ დღეს ტელერაუნდის ორი გადაცემას ვიწყებთ. პირველი გადაცემის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გამოხმაურებები. იყო რა თქმა უნდა შენიშვნებიც, რომელსაც მომავალში გავეთვალისწინებთ. ერთი კი გვინდა გავიმეოროთ. ინფორმაციები, რომელსაც თქვენ მოისმენთ დღეს და მომავალში, შეიძლება ახალი არ იყოს საერთოდ. მაგრამ ჩვენთვის მთავარი ფაქტი არ არის არამედ ეს არის მთავარი მისი შემეცნებითი ხასიათი. დღევანდელი მსოფლიო სავსეა პოლიტიკური მოვლენებით. უკრაინას და ბელორუსიას ახალი პრეზიდენტები ჰყავთ. სიტყვა პრეზიდენტი ათეული წლების განმავლობაში ასოცირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. დღეს ამ სიტყვამ რაოდენობრივი და ხარისხობრივი მნიშვნელობა შეიძინა. პრეზიდენტი შეიძლება იყოს ქვეყნის, საზოგადოების, ასოციაციის, ფირმის პრეზიდენტი, დაწესებულების, სპორტული კლუბის, ასე გასინჯეთ, პრეზიდენტი შეიძლება იყოს ერბას, სიგარეტსა და სპირტიან სასმელებსაც. მაგრამ როდესაც ამ სიტყვას ვახსენებთ, უპირველესად წარმოგვიდგება ქვეყნის მმართველი, პირველი კაცი, რომელზეც არის დამოკიდებული არა მარტო თავისი ქვეყნის, ხშირად მსოფლიოს ბედი. ამ სიტყვამ უკანასკნელ ხანს ფართო ხასიათი მიიღო. პრეზიდენტი, ვიდრე მას პრეზიდენტად აირჩევდნენ, რომელიმე ორდინარული, შესაძლებელია პრესტიჟული თანამდებობის სპეციალობის ადამიანი. ხოლო როდესაც იგი პრეზიდენტი ხდება, არაჩვეულებრივ მხოლოდ მისთვის განკუთვნილ მანტიაში ეხება და მას ებადიება მხოლოდ ის, რაც პრეზიდენტს ებადიება. მისი უფლებამოსილებანი განსაზღვრულია კონსტიტუციით. განსაზღვრულია მისი მმართველობის ვადებიც. ახალ არჩევნებამდე, თუ რა თქმა უნდა, არ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, ან არ წარუდგა მასზე ერთადერთ უმაღლეს ხელისუფალს უზენაეს ზეცაში. პრეზიდენტად იგივე ქვეყნის მმართველად, პირველ კაცად, არჩევა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვაგვარად არსებობდა. სამეფო ინსტიტუტი მოგეხსენებათ მემკვიდრეობითი იყო. საბჭოთა ხელისუფლება მოსწოს სისხლით მემკვიდრეობითი წესი, მაგრამ მემკვიდრეობითობას მაინც ვერ შეელია და მას საფეხურებრივი ხასიათი მიანიჭა. პირველი კაცი სიკვდილამდე პირველ კაცად რჩებოდა. მხოლოდ ხრუშჩოვს არ ხვდა ეს ბედნიერება წილად. მისი გარდაცვალების შემთხვევაში დატრიალდებოდა კარუსელი და მეორე კაცი პირველი კაცი ხდებოდა, მესამე მეორე და ასე შემდეგ. და თუ პირველი კაცი ჭკვიანი, გონებითა და ნიჭით მადლცხებული, ამასთან რკინის ხელის პატრონი იყო, რომელსაც ვერც ასაკი, ვერც ავადმყოფობა და ვერც დროის ქარიშხალი ვერაფერს აკლებდა, როგორც ეს სტალინს ახასიათებდა, ხომ იდგა ქვეყანა ფეხზე, თუ არა და საქმე ხშირად კურიოზებამდე მიდიოდა. ცნობილია, რომ ლენინი ბოლო წლებში ისე დაავადდა, თავისი იდეის საწინააღმდეგო ბრძანებებს იძლეოდა. ხრუშჩოვის აგრესიულმა სიგიჟემ განაცვიფრა ამერიკისა და მთელი მსოფლიოს დიპლომატები. გამოწყინარე ლეონიდ ბრეჟნევი ისე მოფამფალდა სიბერიაში და ისე მოეშალა სამეთყელო აპარატი, რომ მსოფლიოს უპირველესი ექსტრასენსის ჯუნას დიდი მცდელობის მიუხედავად ვეღარც თვითონ იგებდა, რას ამბობდა და ვეღარც სხვებს აგებინებდა. ჭკვიანი გონიერი ანდროპოვი 1 წლიდან 6 თვის განმავლობაში ლოგინიდან მართავდა უზარმაზარ ქვეყანას და მოხსენებებსაც ასე გასინჯეთ ლოგინიდან კითხულობდა. ხოლო ჩერნენკო, როგორც ექიმები ადასტურებენ, ნახევრად გარდაცვლილი დანიშნეს გენერალურ მდივნად და ანდროპოვზე დამწუხრებულ გლოვიარე ცენტრალურ კომიტეტს შავების გახდა არ დააცალა, ისე წავიდა საოფლოს. ერთადერთი გორბაჩოვი მოვიდა ცინცხალი ენერგიით ხელისუფლებაში და გარდაქმნის ისეთი ტემპი აიღო, რომ იმპერიის 70 წლიან მანქანას საბურავები მოძრა და საჭეც გაექცა ხელიდან. სულ რამდენიმე დღის წინ მარადიულ სასუფეველს ეწია მსოფლიოს ბელადთა უკანასკნელი მოჰიკანი, კორეის თავკაცი კიმ ირ სენი. ასეთი გლოვა მასობრივი ორგია ალბათ არ ახსოვს მსოფლიოს 1953 წლის შემდეგ, როცა მოსკოვი ეთხოვებოდა სტალინს. შიშის ბრალია ეს თუ სიყვარულის ხელისუფლებისადმი. ძნელი სათქმელია, თუმცა დიდ შოთას უთქვამს, შიში შეიქმს სიყვარულსაო. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია კი ადასტურებს, რომ ქვეყნის მმართველები ყოველთვის და ყველას როდი უყვარს და ზოგჯერ პრეზიდენტებსაც სწირავენ. 70-იანი წლების დასაწყისში მოკლეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა ამერიკის ისტორიაში ჯონ კენედი, რომელმაც მესამე მსოფლიო ომისაგან იხსნა დედამიწა, როდესაც ფსიქიატრის ოსტატობით დაუსვა დიაგნოზი ხრუშჩოვის ფსიქოპათიურ მოვლენებს. არ დაინდეს ჯავაჰარლალ ნერუს შვილი და ბრეჟნევის სიმპათია ინდირა განდი,
მისი შვილი რაჯივ განდი და კიდევ მრავალი სხვა. აღარ ვაწუხებთ ანტიკური სამყაროს მეფე იმპერატორთა გვამებს, აკლდამებს, სადაც უდროდ განგმირულ მმართველთა გვამები განისვენებს. მაგრამ პრეზიდენტებს არც სიყვარული და ფანატიკური ერთგულება აკლიათ. ცნობილია, რომ იმავე ჯონ კენედის მომხიბლავი ელეგანტური პრეზიდენტის დაკარგვას ჰოლივუდის რამდენიმე ვარსკვლავი ქალბატონიც განიცდიდა მალულად. ხოლო ბილ კლინტონი წინასაარჩევნო პერიოდში ვერ გადაურჩებოდა ლამაზმანების შემოტევას, მეუღლე რომ არ ამოსდგომოდა დროულად გვერდით. როგორი პრეზიდენტი მოსწონთ ადამიანებს? სხვებისა რა მოგახსენოთ და ქართველები აქაც გამორჩეული ხალხი ვართ. ჩვენ მტკიცედ მივიდებით ანდაზას, ვისაც ვინ მოსწონს მისი ლამაზიც ის არისო. დამეთანხმებით ალბათ აზრის ლოგიკურობაში. მას ვისაც ძველი ხელისუფლება არ მოსწონს, ახალი ხელისუფლება უნდა მოსწონდეს. ხოლო ვისაც არც ძველი მოსწონს და არც ახალი, მაშინ ის მაინც უნდა იცოდეს და გითხრას, როგორი ხელისუფალი მოსწონს. რაკი ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი ვერ ვიპოვეთ უფროსებისაგან, დასახმარებლად ნორჩ თაობას მივუვართ. აი რა გვიპასუხა ნორჩმა მომღერალმა გურიკა ზურაბაშვილმა. რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ 6-7 წლის წინ ამბობდნენ. რაიონის პირველი კაცი იგულისხმებოდა პარტიის რაიკომის პირველი მდივანი, რაიონის მეფეაო. ეს რეალურად ალბათ ასეც იყო. რაიკომის პირველი მდივნის გარეშე რაიონში ალბათ ჩიტი ვერ შემოფრინდებოდა.
და თუ ისე გათამხედებოდა რომ მაინც შემოფრინდებოდა დამზადებას თუ არ ჩააბარებდნენ ალბათ მისი ბუმბული შეიძლებოდა ველად გაეტანა ნიავზე ეს არ სულია მაგრამ მაინც როგორც ჩანს ხელმძღვანელობა იოლის საქმეროდია სწორედ ამიტომ მივმართეთ უკვე ჩვენი ტრადიციისამებრ რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს აკაკი ყიფიანს მინდა ესეთი შეკითხვა მოგცე ბოლოს ჩვენი შეხვედრის დასასრულს ყველაფერი ის რაც ითქვა ეს ყველაფერი ეს დაკავშირებული არის მაინც ადამიანის სულიერ განწმენდასთან, ამაღლებასთან, ჩვენ ზნეობასთან ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია და მოვიყვანო იქიდან ქართული ფილმიდან ერთი ფრაზა აი რა გზა მივიყვანს ჩვენ ტაძრამდე ნუ ეს მე მგონი ფიქრობ რომ ავდგეთ ჩვენ თვითონ ნახოთ ეს როგორც მივხვდით მეგობრებო ეს იყო ფრაგმენტი ჩვენი საუბრისა აკაკი ყიფიანთან თუ როგორ წარიმართა ჩვენი შეხვედრა თქვენ ამას უკვე ამის შემდეგ ნახავთ ახლა ჩვენ სიუჟეტს ეკრანზე მინდა გითხრათ რომ წლების განმავლობაში ქარელის რაიონში ასე იყო დამკვიდრებული თითქოს რაიონს თავისი საკუთარი კადრები არ ყავდა და ხშირ შემთხვევაში უფრო იწვევდნენ ხოლმე სხვა რაიონებიდან სამმართველოდ. დღეს ეს ვითარება შეიცვალა. აი მე როგორც გადავხედე წარსულს რაიონის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაცი ხარ თქვენ ვისაც დღეს ხელმძღვანელობა მოგიწია. პირველი მოადგილე ბრძანდებით იცის ჩვენმა მაყურებელმა ეს. საერთოდ თავადების გვარის წარმომადგენელი კი ხარ, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ ძნელია ხელმძღვანელობა. მე ასე გაქცევთ ამ კითხვაზე პასუხს მე მგონი თვითონ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე არის ეს პასუხი უნდა მოიძებნოს. საერთოდ ადამიანი თუ ხარ მოსული რაღაც კეთილი საქმე აკეთო რაიონს რაღაცით დაეხმარო გაუძღვე პირნათლად რა თქმა უნდა რთულია, იმიტომ რთულია თვითონ მდგომარეობა საქართველოში მოგეხსენებათ ამ მდგომარეობა დღეს. ის ძველი საშუალებები აღარ არის, თუნდაც ტრანსპორტი ავიღოთ, თუნდაც კავშირები ავიღოთ, თუნდაც ის საკავშირო დაფინანსება იყო და ყველაფერი ცენტრალური აპარატიდან მოდიოდა ყველაფერი ეს თუნდაც დღევანდელი ერთ-ერთი ყველაზე პირველად ის რაც არის დებიზიტი პროდუქტები ავიღოთ თუნდაც ყველაზე მეტად დღევანდელ დღეს რას უჭირს ენერგორესურსები ავიღოთ ეს ყველაფერი ცენტრალიზებული წესით იყო და აი დღევანდელ დღეს აღარაფერი აღარ არის არადა ხშირად თათბირებზე მეუბნები ადგილზე ადგილობრივად უნდა გამოინახოს რაღაც საშუალებები და ადგილზე უნდა მოძებნოთ, მაგრამ ამ ადგილზეც თქვენ კარგად იცით, დამოწურულია თითქმის ყველა ის და რა თქმა უნდა ძალიან რთულია. პირადად მე რაც შემეხება, საკუთარ თავზე ცოტა ძნელია საუბარი, ეს უფრო ხალხმა უნდა განსაჯოს თუ მე როგორ გაუძღვებით ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ მე ასე ვიტყვი, ნამდვილად სწორი ბრძანდებით ჯერ ახალგაზრდა ვარ, ბევრი მაქვს კიდევ სასწავლო და მე თითქმის ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიძენ და ახალს ვსწავლობ. მე ალბათ მინდა გითხრა ალბათ მოგილოცო ჩვენი მაყურებლების სახელითაც, ჩვენი მეგობრების სახელით პირველ რიგში შენი ოჯახის სახელით და ეს 28 წელი. 28 წელი რა თქმა უნდა ბევრი არ არის, მაგრამ საკმაო არის იმისათვის რომ ადამიანმა ყველაფერი ნახოს ცხოვრებაში გაიაროს და მე ვიცი და იციან რომ საკმაოდ ქართლხილიანი გზა გაქვს გავლილი. საერთოდ ცხოვრებაში შემხრებზე ბევრი რამე გადაიარა, ეს იყო სამაჩაბლო, იყო აფხაზეთი და სხვა და სხვა. მინდა გითხრა რომ აი მოკლე ხანში, ძალიან მოკლე ხანში, ახლა ჩვენ საუბრობთ სწორედ ხელმძღვანელობაზე და აი ძალიან მოკლე ხანში ორი დიდი ნახტომი გააკეთეთ. ნუ ერთი ეს არის მოქალაქეთა კავშირი, მისი თავმჯდომარე ბრძანდებით, მეორე პირველი მოადგილე როგორც უკვე თქვით, გამგეობის თავმჯდომარისა. აი მე მინდა კონკრეტულად მაინც ვიცოდე უბრალოდ აი თვით მოქალაქეთა კავშირის შესახებ. აი თქვენი დამოკიდებულება რამ მიგიზიდათ მოქალაქეთა კავშირში გაერთიანებაზე შემდგომ ის ხელმძღვანელი ბრძანდები და საერთოდ რა აზრის ახალ აი ორგანიზაციაზე რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს და საკმაოდ პოპულარული ორგანიზაცია გახდა. მოგახსენებთ
წელიწად ნახევარი დაახლოებით ვიყავი სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი გალაგოში, შემდეგ ეს ქართახილები ეს ყველაფერმა ჩაიარა, ომიც დამთავრდა როგორც იცით, არ დამთავრებულა, მაგრამ შეწყდა აფხაზეთში, ასე ვთქვათ, ჩვენ დავმარცხდით. რა დავწყვიტე, რომ ჩემ რაიონს დავბრუნებოდი, იმიტომ გამოგიქცევი და ძალიან დაღლილი ვიყავი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, იცით, მეგობრების, უახლოესი მეგობრები გარდამეცვალა, ჩვენზე ძალიან იმოქმედა და შემდეგ ჩემდა ესე იგი სასიხარულო და არც მოვილოდებოდი გამოგიტყდებით კარალის მოწინავე ინტელიგენციამ ხალხმა ამირჩია მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარედ. ეს რა თქმა უნდა დიდი ნახტომი იყო და მე გავიარე ეს მოქალაქეთა კავშირში მომიწია ისეთ განათლებული, ისეთ ერუდირებულ ხალხთან მოღვაწეობა, შრომიანობა, რომ თითქმის ეს თუნდაც 4 თვე სანამ მე გამგებლის პირველ მოადგილედ ამიჩევდი, რაღაც ეტაპი იყო, ესე ვთქვათ, რაღაც ინსტიტუტი გავიარე. თუნდაც ამ მოკლე ხანში მე ესე ვიტყვი და ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი რამ გავიგე, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ აღნიშნა, ბევრი მაქვს სასწავლე, მაგრამ ამ 4 თვეში ბევრი რამე შევიძინა ამ მოქალაქეთა კავშირში და ჩემი საქმიანობა პირადად ჩემი ყოველდღიური დაკავშირებულია მოქალაქეთა კავშირთან. გარკვეულად ინტერესი ამისა და საერთოდ იმედიც მომავლისა მოქალაქეთა კავშირის გარკვეულად არის დაკავშირებული მის ხელმძღვანელებთან ალბათ ის ვინც უშუალოდ მეთაურობს, ვინც უძღვება დღეს. აი მომავალი მაინც როგორ გესახებათ მოქალაქეთა კავშირის და მათ ლიდერების შესახებ. ნუ დღეს იცით მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე არის ბატონი ედუარდ შევარაძე, ჩვენი სახელმწიფოს მედაური იგივე აღმასრულებელი მდივანი არის ბატონი ზურაბ ჟვანია, ეს ძირითადი ხალხი აპარატში კიდევ არიან ბატონი ვაქარსელაძე, ბატონი გია ჟორჟოლიანი, ბატონი გია ბარამიძე, რომელიც აგრეთვე აფხაზეთთა შტაბის მეთაურად აირჩიეს და ხელმძღვანელობს ამ შტაბს. არიან ძალიან წესიერი, ახალგაზრდა ბიჭები, მომავალი პერსპექტიული ხალხი. მე მესახება მოქალაქეთა კავშირი არასდროს არ შეჩერდება. აი მე მგონი ეს მოქალაქეთა კავშირის საქმიანობაც, ავტორიტეტიც და პრესტიჟიც მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ აღმავლობით ივლის და აი გეომეტრიული პროგრესიასავით უნდა გაიზარდოს მისი სფერო. ყოველდღიურად თითქმის იზრდება მოქალაქეთა კავშირის საქმიანობის სფერო როგორც რაიონში, ასევე რესპუბლიკაში და მე მგონი ეს არ შეჩერდება. აი ესე ივლის და მე მგონი გავაწლები და რა ვიცი, მე მგონი ამის მოწმენი გავხდებით ყოველ შემთხვევაში. მე ესე მგონი იმედი მაქვს რომ მოქალაქეთა კავშირი იქნება ერთპიროვნული არასდროს არ იქნება და ეს, მაგრამ ერთ-ერთი მოწინავე პარტიათა შორის იქნება და სერიოზული პოლიტიკური ძალა იქნება და მე მგონი ყველაფერს ისე გადაწყვეტავს, როგორც საქართველოს უნდა და როგორც ქართულ ხალხს უნდა. ძალიან კარგი. ახლა მე ბატონო გაკო ერთ ცოტა უფრო განსხვავებულ თემას და შეკითხვას მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება. დღეს იცით ძალიან უჭირს ყველას. ну გაჭირებული ადამიანი ამ ქვეყანაზე ყოველთვის იყო, ეს არ არის ახალი, მაგრამ დღევანდელმა ეკონომიკურმა პირობებმა შეუქმნა ადამიანებს ასეთი მძიმე მდგომარეობა. იმ პერიოდშიც კი, როდესაც ხალხი შედარებით უკეთესად ცხოვრობდა, ეს არ არის დასამალი. მაშინ ქველმოქმედებას განსაკუთრებით და არა მარტო საქართველოში არ ლაპარაკობდნენ. ქველმოქმედება ესეთი რამ არის, რომელიც სოფლიოში ადამიანებს, მათ შორის მოწინავე ადამიანებს, მათ შორის ბიზნესმენებს და სხვა ერთხელ უკვე აღნიშნავ ჩვენს გადაცემაში, ეს მათ ავტორიტეტსაც ამაღლებს, ახასიათებს პიროვნებად. აი ჩვენთვის ცნობილია ჩვენი საზოგადოებისათვის ეს არ არის დასამალი, რომ აი თქვენი ოჯახი, უშუალოდ ჩემი ოჯახი გამოირჩეოდა ამ თვალსაზრისით ქველმოქმედებით. ეს დღეს ისიც ვიცი მე რომ აი გაგოყიდიანმა ბევრი რამ გააკეთა ამ თვალსაზრისითაც. მან თავი გამოიჩინა როგორც კაცმა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარემ კი არა მარტო როგორც მოქალაქემ და ადამიანმა ქველმოქმედებაში. ეს რა ტრადიცია თუ ეს შენი შეძენილთვისებებია? ოჯახიდან მოდის? რა თქმა უნდა, ყველა შვილი თავის მშობლების ყვარის გამგზელებელია და გენეალოგიურად და სულიერად მშობლებს გავს და მე მგონი თავისუფლო წინაპრებს აგავს, პაპებს და ბაბუებს, ეს გენებში არის ადამიანს ახლა. მე მგონი ჩვენი მაყურებელი თავისკებაში არ ჩამომართოს, მაგრამ თვითონ ეს მე ესე ვიტყვი, წეგან რო აღნიშნეთ ბატონოს ახალგაზრდა ადამიანი და ამ ხელად დაუშვა დღეს ესეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა და აგრეთვე მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე. აი თვითონ ჩემ ავტორიტეტზე მე მგონია ჩემი ოჯახის
წარსულმაც და ჩემი ოჯახის ავტორიტეტმაც იმოქმედა, რა თქმა უნდა, მშობლემაც აი ესე და ამან განაპირობა და მე გავიზარდე ბავშვობიდან, როგორც ვიზრდებოდი, რაც მესმოდა, რასაც უყურებდი, რასაც ვერ ვიგებდი, მე ხალხისგან ვიგებდი, თუ ჩემი ოჯახის თითოეული წევრი ეს დედა იყო, თუ განსაკუთრებით მამა, როგორ ეხმარებოდა ხალხს, გაჭირებულ ხალხს ეხმარებოდა და მე მგონი ეს ერთ-ერთი ადამიანი. რა თქმა უნდა, დედას არ ეწინება რა. რა თქმა უნდა, ესე და დედა დიასახლისი ბრძანდება 4 შვილის დედაა და ის თუ არ აქონდა რომ ემუშავა და ცოტა თავის ოჯახზე იყო მიზაჭული და განსაკუთრებით მამა თქვენი ცნობთ ამას და აი ისეთი ის იყო მესმოდა ბავშვობიდან ესეთი ის და რა თქმა უნდა ყველა შვილს უნდა რომ თავის მამას დაეგონოს და თავის მამის კვალი გააგრძელოს რა თქმა უნდა კარგი კვალი და რა თქმა უნდა და აი ეს არის მე მგონი ყველაზე დიდი სულოვნება ადამიანისა დიდი ბუნებრივი ის არის რომ ვიღაცას დაეხმარო გინდა სულ არის ცნობდი გაჭირებულს დაეხმარო ეს ადამიანს უნდა სიამოვნებდეს ეს თუ ეს არ სიამოვნებს ადამიანს ისე ვერ შეძლებს შეიძლება ეს დაეხმარო დაუშვათ სიტყვაზე რეკლამის გულისთვის ორს დაეხმარო სამს და მე გადაიღლები ბუნებრივად და ვეღარ შეძლებ მაგრამ აი თუ სიშვი და ხორცი გამზდარი და გინდა არ გინდა გული გიბიძგებს რომ ამას დაეხმარო შეიძლება საშუალებაც არ აქვს მაგრამ გულმა მაინც გიკარნახოს და შეიძლება ბოლოს და ბოლოს შენი ლუკმა გამოიღო და სხვას მის ესეც არის ესეც უნდა გააკეთოს და მე მგონი ყველა მეს უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ დღეს იცით რა მდგომარეობაშია ხალხი თქვენ სწორ ებრძანებთ ბატონოსი თუ ადრე 10 და 20 იყო დღეს 100,000 და 200,000 და მილიონებია ხალხი ისეთი გაჭირებულია ხალხი ძალიან უჭირს და დღეს ამაზე უკვე ლაპარაკიც აღარ შეიძლება უკვე პირველად ხალხმა უნდა თვითონ რაღაცა ვისაც რა თქმა უნდა დასამალი არა ვისაც რაღაც შესაძლებლობა აქვს ეკონომიური ეს შობლებიდან მოდის თუ წინაპრებიდან მოდის თუ რაღაცა უნდა გავიღოთ ხელმოქმედება რაღაცით ხალხს უნდა დავეხმაროთ სხვანაირად არ არსებობს აი ესე ვიტყვი თითქოს შეფობა უნდა ავიღოთ დაუშვათ საბავშვო ბაღები იქნება ეს სიტყვაზე ვიძახი სპორტსმენები იქნება თვითონ შეემწურავ ხალხზე იქნება აი გაჭირებული ოჯახები აღრიცხვაზე დგას პენსიონერ ხალხზე ვისაც ფიზიკური შრომა უკვე აღარ შეუძლია ეს ოჯახები არის ნათელია დღეს უფრო მეტად უნდა ჩავებათ ეს ხალხი ეს გინდაც მოქალაქეთა კავშირი იყოს გინდაც უპარტიო იყოს გინდაც ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი იყოს თვითონ ადამიანმა ბუნებით უნდა გააკეთო ეს და მე მგონი ეს გადაგვარჩენს დღეს ერთმანეთთან დახმარება, ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის ლუკმის შუაზე გაყოფა, თორე სხვა დღევანდელ დღეს მე მომავალი და პერსპექტივა არაფერი არ მესწავლა. როცა საუბრობთ დღეს და სხვა დროსაც ახალგაზრდობა გვისმენს, მე წევან აღნიშნე რომ შენ ყველაზე ახალგაზრდა კაცი ხარ მათ შორის ვინც რაიონის თავკაცებში იყო. ბუნებრივია ბატონო კაკო ჩვენს ახალგაზრდობას აინტერესებს თავისი პრობლემების გადაწყვეტა, მისი მომავალი. იმიტომ რომ აი დღეს ბევრი რამ არის სულიერი მხარეა, ზნეობრივი მხარეა, რომელიც გარდა იმისა, რომ ეს ეკონომიკური პრობლემა თავისთავად დგას. ახალგაზრდობას უნდა რაღაცა საგამონახოს იმისათვის, რომ რითი იცხოვროს, მე ვლაპარაკობ სულიერად, რაღაცა მიეცეს, დაკმაყოფილდეს. აი როგორ დაუშველოდ მათი ხელმძღვანელიც ხარ თქვენ ასე ეს თქვენი სფერო ახალგაზრდობა აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა როგორ განვითარდება ასეთი ურთიერთობები ახალგაზრდობასთან რას ფიქრობთ ჩვენ რაიონის ახალგაზრდობა მაქვს მხედველობაში მათ მომავალზე მოგახსენებთ იცით ეკონომიური სიდუქჭირე ყველაფერზე მოქმედებს ეს ერთიანად მოქმედებს უარყოფითად სპორტზე კულტურაზე ტურიზმზე ყველაფერზე აი თითქოს და აი ჩვენს რაიონში და ყველა რაიონში ესეა ძალიან ძლიერ მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგაზრდობა. ის გართობა როცა იყო, მე გართობას გულისხმობ. აი კინოზე ვიძახი, თეატრზე, მუსიკაზე, იცი თქვენ ოლიმპიადები იმართებოდა. იქ მე თვითონაც მიღებული მაქვს მონაწილეობა. ნუ ისეთი მონაწილეები არ აქვს, მაგრამ მაინც სკოლის გუნდში წეკვავდი ხოლმე. იყო რაღაცნაირი გართობა იყო, სიხალიზე იყო, ახალგაზრდობა ერთად იკრიბებოდა. შემდეგ ოლიმპიადები იყო ეს მოწინავე პრიადოსანი მოსწავლეები ვინც იყვნენ, აი სტარდებოდა ხოლმე ტურები, მაგალითად ფიზიკის ტური, მათემატიკის ტური. აი თითქმის რაიონში ყველა ახალგაზრდა ეს კონკავშირელი იყო თუ პიონერი ერთმანეთს იცნობდა. ერთმანეთთან მე იქიდან იწყებოდა, მეგობრობა იქიდან იწყებოდა, ნათესაობა, სიყვარული, ყველაფერი იქიდან იწყებოდა, ყველაფერი სილამაზე რაც იყო. დღეს ახლა პირობები ცოტა მძიმეა, ეს იცით დარბაზი არის წარსულშიც მოჭიდა ვიყავ 7 წელიწადი ვიყავ საქართველოს ნაკრების წევრი მოგეხსენებათ
ძიუდოისტთა ნაკრებისანი ხშირად მოსვლია მიხდება ახლა ჩასვლა, დამითვალიერებია სპორტ დარბაზები. მშვენიერი პირობები არის. რომ ახალგაზრდა მივიდეს, ბავშვი მივიდეს და რაღაც სპორტში ჩაებას. და იცით, ეს დღეს როგორი მოძალებულია ეს ნარკომანობა, ბანდიტიზმი, ხულიგნობა, 1000 ის არის და აი მას რომ ბავშვი ააცდინო, არის საშუალებები, მაგრამ რატომღაც აი სექციები აღარ არის. თვითონ ხალხიც რაღაცნაირად ხალხსაც გული უწიდება და მე ახლა რაიონის მაყურებლის წინაშე ვარ და გამოვიყენებ ამ საშუალებას და მე მინდა მიმართო ყველა ახალგაზრდას და უთხრა რომ და თავის მშობლებსაც, იმათ მშობლებს უთხრა და ვინც დიან ამზელებს უთხრა რომ ცოტა რაც შეიძლება მეტი ყურადღება ახალგაზრდობას დავუთმოთ, მომავალს დავუთმოთ. რამენაირად იქნება სპორტში ჩავაბათ, იქნება ამ კულტურულ სფეროში ჩავაბათ, არის წრეები თქვენი ისეთ კულტურის სახში. მე კიდევ აქ ვწანდებით და ეს ტელესტუდია არსებობს ადგილობრივი ეს ყველა რაიონში არის, მაგალითად მე ერთი კვირის წინ თათბირი იყო რესპუბლიკური მოქალაქეთა კავშირისა და ძირითადად ეს მიდიოდა ეს უკმაყოფილება არ არის აი ეს კავშირი არ არის მაგალითად სოფლებთან იმათაც ჩვენ კიდევ წინვალე საშუალება გვაქვს აი ეს ადგილობრივი ტელევიზია რაღაც მოვიგონოთ ახალგაზრდული ხომ არის რაღაც გინდა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ავიღოთ, გინდა მშვენიერი მაგალითია რუსეთის ტელევიზია 1000-ნაირი სტარდება კაცო კავენს რომ ეძახიან და პოლიციას და მშვენიერი რაღაც ესეთი რაღაცა ჩვენ რაიონის მასშტაბით რაღაცა შეიძლება მოვიგდოთ დამფინანსებების გამოჩნდებიან მე ვიცი და ყველა მოხარული იქნება რაღაც ახალგაზრდული წლები ჩავშიჩი თქვენ მორწმუნე ხართ ასია? რა თქმა უნდა ესეთი შეკითხვა მოგწე ბოლოს ჩვენი შეხვედრის დასასრულს ყველაფერი ის რაც ითქვა ეს ყველაფერი ეს დაკავშირებული არის მაინც ადამიანის სულიერ განწმენდასთან, ამაღლებასთან, ჩვენ ზნეობასთან ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია და მოვიყვანო იქიდან ქართული ფილმიდან ერთი ფრაზა აი რა გზა მიგვიყვანს ჩვენ ტაძრამდე ნუ ეს მე მგონი ფიქრობ რომ ავდგეთ და ჩვენ თვითონ ნახოთ ეს გადმოცემა გვეუბნება რომ
ერთ ღამეს ვენეციის ჰერცოგის მეუღლეს უნახავს სიზმარი. ზღვაზე გასული გემები ერთიანად დაამსხვრია ქარიშხალმა, რომელიც ღამით ამოვარდა. დილით ჰერცოგის მეუღლემ ეს სიზმარი უამბო ჰერცოგს და ჰერცოგმა კიდევ ეს სიზმრის შინაარსი გადასცა მუნიციპალიტეტს. გადაწყდა, რომ მეორე დღეს გემები არ გაეშვათ ზღვაში. მართლაც მოხდა სასწაული. იმ დღეს ქარიშხალი ამოვარდა და გემების და ნავებიც, რომლებიც ზღვაში იყვნენ გასულები საერთოდ ადრე, კლდეებს შეემსხვერპლა. ამის შემდეგ წესად იქცა, რომ ყოველ დილით ჰერცოგის მეუღლე სიზმარს უამბობდა მუნიციპალიტეტს. ნახულობდა თუ არა ის სიზმრის ახლა ამაზე ძალზე ძნელია, მაგრამ ყოველ დილით მაინც ჰერცოგის მეუღლის სიზმარი გადაეცემოდა მუნიციპალიტეტს. ინტერესი ჰერცოგის მეუღლის სიზმარისადმი ძალზე გაიზარდა. ყველა სურდა მოესმინა და გაეგო თუ რა მოელოდა მეორე დღეს ქალაქს. ამიტომ გადაწყდა, რომ ეს სიზმარი გადაეტანოთ ქურცელზე და იგი გამოეკრათ კედელზე მუნიციპალიტეტს და ყველა შეძლებოდა მისი გაცნობა. მართლაც ასე გააკეთეს. ოღონდ ვინც წაიკითხავდა ამ სიზმრის შინაარსს კედელზე გაკრულ ქურცელზე, მას უნდა გადაეხადა ერთი გაზეტო. გაზეტო გახდა ფულის ერთეული. და ამის შემდეგ ეძლეოდა მასუქება სიზმრის წაკითხვის. ასე მიიღო სახელწოდება ამ ფურცელმა პირველ რიგში და შემდეგ უკვე ნაბეჭდმა პროდუქციამ გაზეტმა. გაზეტო, გაზეტა, გაზეთი, რომელსაც ჩვენ დღეს ვუწევთ. მე არ ვიცი, მე კუპონები რომ ყოფილიყო მაშინ ფულის ერთეული. თუ მისცემდნენ უფლებას წაიკითხა, მე მგონია რომ ზედაც არ შეახედებდნენ კედელზე. მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, რომ დღეს საქართველოში კუპონებზე მხოლოდ გაზეთები და იყიდება. თუმცა ისიც ცხადია, რომ ბევრ მოქალაქეს გაზეთის ყიდვაც არ შეუძლია დღეს კუპონები. ამიტომ მეგობრებო, გადავწყვეტეთ, რომ ჩვენს გადაცემებში ტელერაუნდისა თანმიმდევრობით გაგაცნოთ ზოგიერთი ინფორმაცია რესპუბლიკაში გამომავალი გაზეთებიდან. პეკინი. ჩინეთში ოჯახური ბედნიერებისა და დიდი სიყვარულის სიმბოლოა იხვი. აღმოსავლეთ ჩინეთის ძიანსუს პროვინციის სოფელ ჯანჩხუას ცხოვრების ვან ძიანისათვის ასეთი სიმბოლო გახდა მერცხალი. ახალგაზრდა გლეხს მიაჩნია, რომ სწორედ მან გააცნო შეაპარადა დააქორწინა შორეული ხაინანის კუნძულოვანი პროვინციის ცხოვრებზე, რომელიც მისი მშობლიური სახლიდან 1000-ზე მეტი კილომეტრით არის დაშორებული. შარშან შემოდგომაზე ვან ძიანმა თავისი სახლის ჭერზე შემთხვევით შენიშნა მერცხალი. მან უეცრად გადაწყვიტა დაეჭირა ფრინველი და მისთვის სასიყვარულო ბარათი მიემაგრებინა. მერცხლები ხომ ამ დროს უკვე ემზადებოდნენ სამხრეთში გასაფრენად. გლეხმა წერილში აღწერა ყველა მონაცემი, რაც კი საჭირო იყო ქორწინებისათვის. შემდეგ იგი ფრინველს მიამაგრა და ბარათი შორეულ მოგზაურობას გაუყენა ბედის საძებნელად. როგორი იყო მისი გაოცება, როდესაც იმავე ფრინველის მეშვეობით მიიღო პასუხი ხაინანის პროვინციის მთავარი ქალაქის ხაიკოოს მცხოვრების სუნ ლისაგან. აღმოჩნდა, რომ მერცხალმა მისი სახლის სვენზე გაკეთებულ ბუდეში გამოიზამთრა. გოგონამ წაიკითხა ბარათი და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ეს იყო მისი ბედი. ახალგაზრდებს შორის გაიმართა მიწერ-მოწება, რომელიც საბოლოოდ ქორწინებით დამთავრდა. ლუსაკა. ჩემო პატარა, თბილად იყავ, თავს მოუვარე. როცა სკოლაში მივიხარ, დაიცავი მოძრაობის წესები. სიყვარულით წერდა გულთბილ წერილს ქალაქ მონგუდანი ლუსაკაში 60 წლის ელა ჩიპიმა თავის საყვარელ შვილიშვილს და დაბადების დღის აღსანიშნავად ველოსიპედის ჩუქებას პირდებოდა. არ გგონია მზრუნული ბებიის ეს წერილი ზამბიისა და მსოფლიო პრესის ყურადღებას მიექცია თუ არა ერთი გარემოება. ამ წერილმა, რომელიც საფოსტო ყუთში 1985 წელს ჩაუშვეს, ადრესატამდე მიაღწია მხოლოდ 2 კვირის წინ. ამ ხნის მანძილზე ქალბატონ ელას შვილიშვილი ბენი უკვე დავაშკაც და ახლა სამსახურში საკუთარი მანქანით გაგზავნდება. ზამბიის პოსტისა და ტელეკომუნიკაციების ცენტრალურმა სამსახურმა უარი თქვა ამ ფაქტის კომენტარზე, ხოლო მისი მთავარი ოფისის უფროსმა ლუსაკაში უაპელაციოდ განუცხადა ჟურნალისტებს. ჩვენ მეტად ეფექტიანად ვმუშაობთ და საჭირო არ არის რაღაც ერთი წერილის გამო ანგარიშში საპეხავთ. მით უმეტეს, სწორედ სახელმწიფო სამსახურის სტატუსის მქონე ზამბიის პოსტის სამშვიდობოსად არაეფექტური მუშაობა აიძულა ქვეყნის პრეზიდენტი ფრედერიკო ჩილებუ გამოეცა ბრძანება მისი პრივატიზაციის თაობაზე.
თუ როგორ ხორციელდება პრივატიზაცია ჩვენთან, ამას თქვენ ძირფას მაყურებლებო ნახავთ ჩვენი ტელესტუდიის მიერ გადაღებული პატარა ფილმი. ძირფასო მეგობრებო, ბუნებრივია თქვენ ამ გადაცემას სხვადასხვა თვალით შეხედავთ. კრიტიკული თვალით, მადლიერი თვალით, მუღიმარი ან ნავრიანი. ერთი სიტყვით, თვალებში ყველაფერი იკითხება. თვალებით ვუყურებთ ზეცას და ზიანეთს, ამ თვალებს ვერ დაემალეთ. თვალებმა იციან რა გზებით ვიარეთ, ყველაფერს გეტყვიან თვალები. თვალები ხრობენ, თვალები წყებია, თვალები ემთება ალევრი. დილით ნათელი თვალებით დგებიან, წვებიან დაღლილი თვალები. თვალები ფიქრია, თვალები ფრთებია, თვალებში რეკავენ ზარები და რასაც ფიქრები ვერასდროს წვდებიან, ყველაფერს ხედავენ თვალები. თვალები გვიხმობენ, თვალები გველია, თვალებში გაქვიან ხარები, თვალებით მივარღვევთ შქერებს და ლელიანს, ჩვენი მეგზურებია თვალები. თვალები ცისფერი, თვალები ზღვისფერი, თვალები მაღვალი, ლალები, თვალები უძირო, თვალები მზისფერი, თვალები, თვალები სიცილი, თვალები ტკივილი, რწმენა და დაკარგვა ძალების, თვალები მადლობა, თვალები ჩივილი და სული სამრეკლო, თვალები ფიცი და თვალები იმედი, თვალები ხმლები და ფარები, თვალები განდობა და გამეტება, კაცი საცნობარი თვალები, თვალები ლოცვა და თვალები გამხელა, სანთლება დაღვრილი ალები, რა დიდი იმედი და ტოლვა რამხელა და სიყვარული მეგობრის თვალები, თვალები სევდა და თვალები ლამპარი, ამ თვალებს ვერ დაემალები. მოდით მეგობრებო, ამ დიად სამყაროს შევხედოთ ჩვენ ბავშვის თვალებით. It's